ისტორია ორმაგ ჩემპიონებს არ ივიწყებს. ეს არის გზა ლეგენდობისკენ, გზა რომელიც ერთადერთ დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვსაც კი არ გაუღლია. მაგრამ დაღესტნის ახალი მეფე ისლამ მახაჩევი სწორედ ამ გზას ადგას. მას წინ უდგას ყველაზე დიდი და ალბათ ყველაზე სახიფათო გამოწვევა. გვესაშალო წონის მონსტრი და ჩემპიონი ჯეკ დე ლა მადალენა. 15 ნოემბერს თავარი ბრძოლა. გვესაშალო წონის ჩემპიონი ჯეკ დე ლა მადალენა პირველად დაიცავს თავის გამარს. სუბუქი წონის ჩემპიონთან ისლამ მახაჩევთან. მოგესალმებით მეგობრებო. თქვენ უყურებთ დეტალურ ანალიზს UFC 322-ის მთავარი ბრძოლის შესახებ. UFC 322 ნიუ-იორკში მედისონ სკვარ გარდენში გაიმართება. შეძლებს თუ არა მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი გახდეს ორმაგი ჩემპიონი. თუ ჯეკ დე ლა მადალენა დაამტკიცეს, რომ ის არის ამ წონის ნამდვილი მეფე. მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი დატოვა და 77 კილოში აიწია და ბუნებრივად უფრო დიდი, გამძლე და ელიტური დაღმეთი ტექნიკის მქონე ჯეკ დე ლა მადალენას დაუპირისპირდეს. ეს არ არის უბრალოდ ჩემპიონის წინააღმდეგ. ეს არის გრეპლერისა და სტრაიკერის დაპირისპირება თავიანთი კარიერის პირში. მოდი დავიწყოთ დეტალური ანალიზი. მახაჩევის რეკორდი 27 ესცი აქვს. აქედან 15 ზედზედ მოგებათა სერია UFC-ში. მხოლოდ ერთი მოგება აკლია, რომ გაუთანაბრდეს ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდს. დე ლა მადალენა ბრძოლებით 18-ზე, 8 ზედზედ მოგებათა სერია და უმარცხებელი UFC-ის ოქტაგონში. სიმაღლეში და წვრდომში დე ლა მადალენა უპირატესობას ფლობს. ეს 3 ინჩი წვრდომში შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს დგომში ბრძოლის დროს. მახაჩევი, რომელიც 70 კილომდე იკლებდა წონას, ბუნებრივად პატარაა, მაგრამ ახლა ძლიერი იქნება. ჯეკი კი მთელი კარიერის განმავლობაში 77 კილოს მონსტრი იყო და უკვე დაამტკიცა, რომ მისი დატკმითი ძალა ამ წონაში ყველასთვის სახიფათოა. სტილებს თუ შევადარებთ, ეს არის კლასიკური დაპირისპირება, დაღესტნური ჭიდაობა ავსტრალიური ბოქსის წინააღმდეგ. მახაჩევი მსოფლიო დონის სამბოს ჩემპიონია. წუთში საშუალოდ სამთელო თეიქდაუნს ასრულებს 53% სიზუსტით. ხოლო თეიქდაუნებისგან დაცვა 90% აქვს. ჯეკის ძალა კი მის ხელებშია. მისი დარტყმის სიზუსტე 59%-ია, ხოლო ნოკაუტით მოგების მაჩვენებელი 66. მას აქვს შავი ქამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 მიწაზეა უსუსური. მაგრამ მისი მოგებათა ძირითადი გზა ყოველთვის დგომშია. ჯეკ დე ლა მადალენა ელიტური ბოქსის ოსტატი. ჯეკის სტრაიკინგი UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ყველაზე დიდი და ძლიერი მხარე არის ფეხებზე მუშაობა, რომელიც საშუალებას აძლევს მახაჩევის შეცვლებისა სწრაფად გამოვიდეს დარტყმის ზონიდან და უპასუხოს. ის მუდმივად უტყამს კორპუსზე, რაც 5 რაუნდიან ბრძოლაში მახაჩევის კარდიოს დასუსტებას გამოიწვევს. ასევე ნახეთ, როგორ მუშაობს ის კლინჩი. ჩვეულებრივ მებრძოლები ცდილობენ კლინჩიდან გამოსვლას გრეპლერის წინააღმდეგ. მაგრამ ჯეკი კლინჩი იყენებს მუხლებს, იდაყვებს და მოკლე მძლავრ დარტყმებს. მისი გრეპლინგისგან დაცვა დგომში ძალიან ძლიერია. ეს ასევე გამოჩნდა ბელალ მუჰამედის წინააღმდეგაც. ჯეკს დისტანციის კონტროლი კარგად შეუძლია. მახაჩევი იშვიათად უტყამს კომბინაციებს შუა დისტანციიდან. ის ძირითადად იყენებს დარტყმებს, რათა დაფაროს მანძილი და შეასრულოს თეიქდაუნი. ჯეკი იყენებს გრძელ ჯებებს და შესანიშნავად ხედავს მახაჩევის შესვლას, რათა კონტრდარტყმით შეხვდეს. თუ მახაჩევი წარმატებითვე შეასრულებს თეიქდაუნს პირველ 2 რაუნდში, ის იძულებული იქნება დგომში გაცვალოს დარტყმები, სადაც ჯეკის შანსები მკვეთრად იზრდება. ის არის ჩემპიონი, რომელმაც იცის, როგორ დაასრულოს ბრძოლა ნებისმიერ მომენტში. ისლამ მახაჩევი. ისლამი უბრალოდ გრეპლერი არ არის. იგი MMA-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი თეიქდაუნები იმდენად მრავალფეროვანი და უხილავია, რომ მეტოქეები ვერასოდეს ხედავენ, საიდან მოდის საფრთხე. მისი მთავარი იარაღი არის კლინჩი. ის იყენებს ხელებსა და თეძუებს, რათა მებრძოლის სხეული გალიაზე მიაჭედოს და იქიდან გააკეთოს ნელი, მაგრამ გარდაუვალი თეიქდაუნები. 77 კილოში ისლამს ბევრი წონის კლება არ მოუწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იქნება უფრო ძლიერი და გამძლე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. ჯეკ დე ლა მადალენას ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი აქვს, მაგრამ
ისლამის კონტროლის ქვეშ ჯერ არ ყოფილა. საბმიშენის საფრთხე და კარდიო. ისლამი UFC-ში ყველაზე მეტი საბმიშენით მოგების რეკორდს ფლობს. გომში თუ პარტიაში ის მუდმივად საფრთხეს ქმნის. თუ ისლამი შეძლებს ჯეკის პარტიაში გადაყვანას და 2-3 წუთით კონტროლს, ეს მას არა მხოლოდ რაუნდს მოაგებინებს, არამედ ჯეკის ხელებს დაღლის, რაც დგომში მის დაღმებს ძალას დააკარგვინებს. ასევე ისლამი უკვე არის 5 რაუნდიანი ბრძოლების ექსპერტი. ჯეკისთვის კი ეს მეორე 5 რაუნდიანი ბრძოლა იქნება. ამასთანავე მახაჩევის დარტყმის ტექნიკა გაუმჯობესებულია და ისლამი მას მხოლოდ ტეიქდაუნის მოსამზადებლად აღარ იყენებს. მოდი ვნახოთ თუ რა იქნება ამ დაპირისპირებაში მებრძოლების მთავარი გასაღებები. ეს ბრძოლა დამოკიდებული იქნება თუ ვისი გეგმა იმუშავებს. ჯეკის გზა გამარჯვებისკენ გადის დისტანციის შენარჩუნებასა და მახაჩევის ფეხებზე მუშაობაზე. მას სჭირდება სწრაფი მოძრაობა მახაჩევის შეცვლების დროს კონტრდარტყმები და უზარმაზარი ძალისხმევა ტეიქდაუნებისგან თავის დასაცავად. თუ ჯეკი მახაჩევს 2-3 წუთით მაინც აიძულებს დგომში ბრძოლას ყოველ რაუნდში, ის შეძლებს ქულების დაგროვებას ან ბრძოლის დასრულებას. მახაჩევის გზა კი რა თქმა უნდა ბუნებრივია, 100%-იანი წნეხი. მას სჭირდება ჯეკის კლინჩი მიყვანა, თუნდაც ერთი წარმატებული ტეიქდაუნი, რათა ჯეკი დაღალოს. თუ ისლამი პირველ რაუნდში პარტიაში კონტროლს დაამყარებს, ბრძოლის ტემპი და კონტროლი მთლიანად მის ხელში გადავა. ეხლა კი განვიხილოთ ამ დაპირისპირების შესაძლო სცენარები. პირველი, მახაჩევი წევს ფრთხილად, მაგრამ მეორე ან მესამე რაუნდში ახერხებს ჯეკის გალიასთან მიმწყდევას. გადაყავს პარტიაში და დომინირებს, ამასწრებს საბმიშენით ან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. სცენარი მეორე. ჯეკი იყენებს თავის წვდომს, ახერხებს მახაჩევის დარტყმის ზონიდან დაჭერას, მის დაზიანებას და მესამე ან მეოთხე რაუნდში ამთავრებს ბრძოლას. ეს სცენარი დამოკიდებულია მახაჩევის ტეიქდაუნების წარუმატებლობაზე. სცენარი მესამე. თუ დელა მადალენა შეძლებს მახაჩევის დაღლას და მახაჩევი პარტიაში გადაყვანისას ვერ შეძლებს დაზიანების მიყენებას, შესაძლოა მსაჯებმა ქულები ჯეკის დარტყმით უპირატესობაზე დაწეროს, თუმცა დაღესტნეული კონტროლი თითქმის ყოველთვის უზრუნველყოფს რაუნდების მოგებას. ახლა კი მოდით ჩემს საბოლოო პროგნოზსაც გეტყვით ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომლის ანალიზი ძალიან რთულია. ორივე მებრძოლს აქვს თავიანთი სტილი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მახაჩევის გრეპლინგის მაღალ დონეს და წონის მატებას, მაინც ვფიქრობ, რომ დაამასხებს ჯეკს, რადგან ჯეკ დელა მადალენას ჯერ აქამდე არ ყოლია მოწინააღმდეგე, რომელსაც შეეძლო ასეთი მუდმივი და მაღალი დონის წნეხის განხორციელება მეტოქეზე. ასე რომ ჩემი საბოლოო პროგნოზია ისლამ მახაჩევის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ან საბმიშენით მოგება მესამე ან მეოთხე რაუნდში. ვფიქრობ, რომ ისლამის უპირატესობა პარტიაში იმდენად დიდია, რომ მიუხედავად ჯეკ დელა მადალენას შესანიშნავი თავდაცვისა ტეიქდაუნებისგან, ისლამი მაინც იპოვის გზას და დაამასხებს მას და გახდება ორმაგი ჩემპიონი. მაგრამ, რა თქმა უნდა, MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჯეკის ერთი დარტყმაც კი საკმარისია ისტორიის შესასვლელად. ახლა კი შენ ჯერია, დაწერე კომენტარებში, ვინ მოიგებს ამ ისტორიულ დაპირისპირებას, მახაჩევი თუ დელა მადალენა და რა გზით დასრულდება ეს ბრძოლა. ყველას დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.